მოგესალმებით, ესაა Cat Podcast-ის მესამე ეპიზოდი. დღეს ჩვენი ფილმი იქნება სტენლი კუბრიკის ფართოდახუჭული თვალები. ფართოდახუჭული თვალები. ამდენი ხნის მერე ძლივს დაადგა საშველი ამ ფილმს და როგორც იქნა ვიღებთ. პატარა შეზღუდებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც გამოვა მოკლედ რა. მოკლედ, რა ვიცი, ეს ფილმი, გამოშვებულია 1999 წელს და არის სტენლი კუბრიკის ბოლო ფილმი. და რატომ არის ბოლო ფილმი? ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მიზეზი არის ეს ფილმი, რომ სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა ამავე წელს. ამ ფილმიდან ეს ფილმი, როდესაც გამოვიდა, პრემიერა შედგა, ზუსტი თარიღი აღარ მახსოვს და 4 დღის მერე ბრიტანეთში ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს სტენლი კუბრიკი გარდაცვლილი და მე თქვეს, რომ ვითომ გულით გარდაიცვალა, გულით არა იმით კიდე რა. ეს ფილმი გახდა სწორედ მისი გარდაცვალების მიზეზი და ნახავთ კიდევ რატომაც გახდა ესე. რა თქმა უნდა, ეს წიგნის მიხედვითაა გადაღებული ეს ფილმი, არტურ შნიცლერის ტრაუმ ნოվել, ესე ქვია წიგნს, რომლის მიხედვითაც გადაიღო კუბრიკმა ეს ფართოდახუჭული თვალები და თვითონ ფილმის სათაური რო განვიხილოთ ახლა. რატო ქვია ფართოდახუჭული თვალები? ეს აღნიშნავს იმას, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ, რეალობა იციან რა არის, მაგრამ ცდილობენ რომ მაინც თვალი არ გაუსწორონ, წარეს სიმართლეს. და ალბათ ყველა ადამიანის ფსიქოლოგია ასე არის. ახლა რაც შეეხება როლებს, მთავარ როლებში არიან ტომ კრუზი თამაშობს ბილის როლს, თავარ როლს, ნიკოლ კიდმანი თამაშობს ელისის როლს და რეალურ ცხოვრებაში ეს სოლკმანი იყვნენ. და სიდნი პოლაკი, რომელიც სიდნი პოლაკი არის ამერიკელი რეჟისორი, რომელიც ამ ფილმში თამაშობს ვიქტორ ზიგლერის როლს. სხვადასხვა თეორიები არსებობს, რომ ეს ფილმი გახდა მიზეზი იმისა, რომ ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი დაშორდნენ ერთმანეთს ცოტა ხანში, იმიტომ რომ კუბრიკმა იმდენად ზეწოლა მოახდინა ამ მსახიობზე, რომ თითქმის ერთად არ ელაპარაკებოდა, აი სულ ცალ-ცალკე უხსნიდა რაღაცებს ტომ კრუზსაც და ნიკოლ კიდმანსაც და არაფერს წინასწარ არ ეუბნებოდა, აი პოსტფაქტუმ აყენებდა ორივეს რა და მოკლედ საკმაოდ მძიმე გადასაღები ფილმი იყო ეს. ხო, სამ გადავალთ განხილვაზე უშუალოდ. მაგამდე მინდა თქვა, რომ დღეს აღარ იქნება ეგეთი დიდი ეპიზოდი როგორც წინა იქნება, იყო იმიტომ რომ შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ წინა 1 საათიანი და მეტი იყო და ჯერჯერობით უკეთესი იქნება რომ 9 საათი 40 წუთი ჩამოვწვიოთ. ხო, ჩვენც ვიღლებით და თქვენც ეხა მაყურებელს არ მგონია რომ საათიანი ვიდეოს ნახვამ გაგაბედნიეროთ. ხო და ბაერ მივტყვი რომ სოციალურების ლინკები არის აღწერაში, ისე როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე აღწერაში და გადახვალთ და ყველანაირი სოციალური ქსელის ლინკი იქნება და რა შეგიძლიათ იქაც დაგვაფოლოოთ რომ ჩვენ უფრო მეტი გაიგოთ მოკლედ რა. მოკლედ რომ აღწეროთ ეხლა ფილმის შინაარსი. მთავარი პერსონაჟი ეს ბილ ჰარფორდი, ექიმი, რომლის 7 ოჯახური ცხოვრება დაირღვევა მაშინ, როდესაც მისი მეუღლე ელისი გაუმხელს მას, რომ ოდესღაც რაღაც სექსუალური ფანტაზიები ჰქონდა ვიღაც მეზღვაურთან და ამის მერე ეს ბილი საშინელ დეპრესიაში არის, აი ძალიან ეჭვიანობს, არადა თვითონ ღალატობს ცოლს. ანუ ცდილობს რომ სექსუალური თავგადასავლები იპოვოს, მერე იქ რიტუალზეც მივა და იქაც მოუწევს ჩაბმა, ასე ვთქვათ, ამ სექსუალურ ურთიერთობებში, არ მოუწევს, მაგრამ პირას იქნება რა. ხო, ჩემი შეგითხარიო და ცოლზე ეჭვიანობს და თვითონ საერთოდ უარეს აკეთებს. ხო, პრინციპში ხო წავა იქ, რა ქვია. ერთ-ერთ მეძავთანაც შევა სახში, მაგრამ მე გარკვეული მიზეზების გამო ისევ არ შედგება მათი ეს ურთიერთობა. არ მინდა ეხლა ძალიან გაწელა მაგაზე გადავიჭერე. ხო, იცით რა არის? ჩვენ ძალიან შევიზღუდეთ ამ ფილმის გადაღების დროს. მე ხა ალბათ მიხვდებით რატომ, რომ ძალიან ცნობილი გახდა ეს ფილმი მას შემდეგ რაც წამოიწია
აქტუალურმა საკითხებმა, ამერიკაში მიმდინარე აქტუალურმა საკითხებმა, მაინც არ დავასახელებს პრინციპულად არ დავასახელებთ და გაგვაფრთხილეს კიდეც რამდენიმე ადამიანმაც გვირჩია ეხლა რომ მაინც ნუ შეეხება თემებს, ასე რომ უფრო ვრცლად ვაპირებდით და ხო ეხლა მაგაზე გამახსენდა ვრცლად საუბარზე. კუბრიკის ორიგინალი ფილმი იყო თავდაპირველი ვარიანტი ფილმის 25 წუთით უფრო გრძელი. მაგრამ იმ 25 წუთში ესე იგი ისეთი რამეები ანახა კუბრიკმა, ამოჭრილია რაღაცები. ფიზიკურად უფლება არ მისცეს და ამოაჭრევინეს ეს 25 წუთი. მარტივად რომ თქვა კუბრიკს იმას აბრალებენ თუ როგორც ამბობენ იმას რომ სცნო ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი რიტუალი სცნო, ანუ გამოაშკარავა და ამის გამო მოკლეს რა ეს არის თავარი თეორია მოკლედ ამ ფილმის და ამიტომ არის სწორედ ეს წამოწეული ეს დღეს ეს თემას და ეს ფილმი ტრენდში ამიტომ შევიდა ახლა 26 წელი გავიდა, 27 წელი გავიდა იმ ფილმის მერე და ახლა ძალიან აქტუალური არის და ნუ მიზეზი ვიყო თქვით რატომაც და მოკლედ ეს არის ძირითადად ამ ფილმის თავარი იდეა რა. ერთ-ერთი კითხვა რაც ალბათ ყველა თქვენგანს გაუჩნდება ამ ფილმის ნახვის მერე, ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ რეალობა. და ამაზე რავი ხა ორივე პასუხი შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ალბათ ეს უფრო რეალობა არის, იმიტომ რომ ფილმის სტრუქტურა მართალია გავს თითქოს სიზმარს, ეს განმეორებადი მოძრაობები, იქ რაღაც სიმეტრია, რომელიც სხვადასხვა კუბრიკის ალბათ ყველაზე ცნობილი ხელწერა არის, იმიტომ რომ როგორც ერთხელ ვახსენეთ, მას უყვარს სიმეტრიული კადრების გადაღება, აი რაღაც სპეციფიკური განლაგებებით და მოკლედ ასე ვთქვათ. ასევე ეს ნელი ტემპი, რაღაც სიმეტრიული კადრები და მუსიკის ეს ჰიპნოზური მუსიკასავით რაღაცა მასაც ესეთი ეფექტი აქვს და ეს ყველაფერი ქმნის იმ ვიზუალს, რომ ეს ამ ფილმის შინაარსი იყო სიზმარი, მაგრამ ბოლოს მაინც ახლა მივხვდებით, რომ რეალობა არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება არ გვინდოდეს ამ ყველაფრის დანახვა. მაგრამ გვიწევს რომ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ფილმის სათაურიც ამაში მდგომარეობს, ფართოდ დახუჭული თვალები, რომ საერთოდ კუბრიკის ფილმები ესეა, რომ ანუ ვერ გაიგებს უცებ რა მოხდა რა, ანუ ორი თეორია გაქვს, ამეთი თეორია გაქვს და ან ეს არის და თუ მიხვალ ერთ თეორიამდე რომ შეიძლება ესე იყოს, ბოლომდე მაინც ვერ იტყვი რომ ასე იყო, იმიტომ რომ დამტკიცებული არ არის არაფერი. ამიტომ არის რეჟისორი განსაკუთრებული რომ გვიტოვებს რაღაცა კითხვას ნიშნავს, რომელიც წლებია ვერ იხსნება. და ალბათ ვერც აიხსნება დიდი ხანი, იმიტომ რომ რაღაცას რო დაამთავრებ წინადადებას და ესეა, მაგრამს რო იტყვი ბოლოში, ესე იგი უკვე რაღაცა დამტკიცებული არ არის 100%, ხო? ასე რომ ხო, ეხლა ჩვენ გვინდოდა რა ყველა დეტალი განგვეხილა, იმიტომ რომ ეს ფილმი საკმაოდ დატვირთული არის დეტალებით, მაგრამ ისევ ჩვენთვის და თქვენთვისაც ვამბობ, რომ ეგრე მაშინ გამოვიდოდა საათი და 20 წუთიანი ფილმი, იმიტომ რომ აი ლამის ნათებაზე მეტი დეტალი არის ამ ფილმში. თან არა მარტო ერთ თემაზე ეს ფილმი, საკმაოდ იქ რელიგიური ისინიცაა, იქ რაღაც ჩოგბურთზეა საუბარი ელემენტარული და რა კავშირშია ჩოგბურთი სოლქნულ ბილიარდზე მაინც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ასე რომ ასე გადავწყვიტეთ, რომ ამოგვეხო ეს დეტალები, რომლებსაც უშუალოდ ფილმთან ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მაინც გვესაუბრებ ფილმის მთავარ შინაარსზე და არს. თვითონ ამ საიდუმლო ამ ორგიებზე, იმეებზე და უკაცრავად პატარა ხარვეზი იყო. პატარა არა. ხო. დრბილი ხარვეზი იყო ძალიან. ხო. ხო და მოკლედ საიდუმლო ორგიები ალბათ ყველაზე გესნობათ ხა ამ ფილმზე ხა ძირითადად ალბათ ეს ამახსოვდება სხვასაო გადახდება თავს. ეს თუ ამახსოვდება ხა ადამიანის ის სცენები არის მოკლედ ამ ფილმში რა. და მოკლედ რაღაც იდუმალი სცენა არის, იმიტომ რომ ბოლომდე მაინც არ არის ხა დამტკიცებული და ანუ რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს. მოდი დავიწყოთ ფილმის მოკლე განხილვა თავიდან რა. ეხლა თავიდან ეხლა წვეულებაზე რომ მიდიან ბილი და ელისი მიდიან ვიქტორ ზიგლერთან, ერთი მდიდარი ბიზნესმენი არის, ამ ბილის პაციენტი და მეგობარი
რომელსაც აქვს უზარმაზარი სასახლე თავისთან და ელიტურ წვეულებებს აწყობს ამ თავის სასახლეში და ეს ვიქტორ ზიგლერი არის მოკლედ ძალიან ორმაგი სტანდარტების მქონე ადამიანი და ეს მისი ორმაგი სახე ასე ვთქვათ გამოჩნდება ამ წვეულების დროსვე და რაში გამოჩნდება კონკრეტულად. აი ხო მოიწევს ამ ხალხს რაღაცა იქ ბილი და ეს ელისი თავიდან აქ პირველ სართულზე არიან რაღაცა ერთობიან და თვითონ ზემოთ არის ეს ვიქტორ ზიგლერი და ესე არ ჩანსო ზემოთაა, მაგრამ მერე უცბად დაუძახებენ ამ ბილს, როგორც ექიმს, რომ ამოდიო პატარა დახმარება სჭირდებაო ზიგლერსო და მერე რო ავლენ ზემოთა სართულზე აღმოჩნდება რომ მთელი პროსტიტუცია და გარყვნილება მიდის. ვითომ ელიტაა და ვითომ ძალიან ერთი შეხედვით ელიტა და ვითომ რაღაც ლამაზი წვეულებები საღამოები, მაგრამ კულისებში ანუ ფარდებს უკან კი აი ეს გარყვნილება და რაღაც საერთოდ ეს ახლა როგორც წესი ელიტა ვითომ გარეგნულად ძალიან ისეთი არის მაღალ ფარდოვანი, მაგრამ უკან რა ხდება სცენის უკან და შეასრულებლოში რა ხდება ყოველთვის გაურკვეველია და დიდი ალბათობით. რახან ვახსენეთ ეს ზიგლერი, მოდი ბარემ ფილმის მთავარი მომენტიც მივაყოლოთ. ესე რა ქვია, ეს თვითონ რიტუალი ასე ვთქვათ, რიტუალი თუ ესეც წვეულებაა ერთგვარი. ერთ-ერთი კაცი, რომელსაც ბილ ჰარფორდი გაიცნობს ვიქტორ ზიგლერის პირველივე წვეულებაზე, გაიცნობსა ძველი მეგობარი აღმოჩნდება, პიანისტი ნიკ ნაითინგეილი, რომელსაც მერე ერთ-ერთ საღამოს შეხვდება სადღაც რესტორანში და ეს ნიკ ნაითინგეილი თავისი შესრულების მერე დაჯდება მაგიდასთან ბილთან ერთად და მერე იქ სვავენ და თან საუბრობენ. და ამ ბილს დაურეკავს უცებ ტელეფონი და ესეო იქ უნდა მოხვიდეო რაღაცაო და თან ჩაიწერე პაროლიო იქ ტელეფონიდან ეუბნებიან და ეს პაროლსაც ჩაიწერს ფიდელიოს და იმ საღამოსვე წავა ეს ნიკი იქ სადაც დაუძახეს და ბილსაც აინტერესებს ახლა რომ სად მიდიხარო ასეთი რანიჭი გაქვს რომ კიდეო რომ ესეთ საიდუმლო იმაზე გეძახიანო და მე თვალებ დახუჭული ვუკრავო ფორტეპიანოზეო. რა თქმა უნდა დაუმალა სიმართლე და ნუ ბილსაც დააინტერესდა ახლა და გაყვა ამ ნიკ ნაითინგეილს და მიადგა ერთ ჭიშკარს და პაროლი უთხრა იქ ფიდელიო და შევიდა ამ ჭიშკარში და შევიდა სადაც არ უნდა შესულიყო. ნუ ეს თავიდანვე ხვდებით რომ ეს არის ერთგვარი საიდუმლო ორგანიზაცია, რაღაც საიდუმლო დაჯგუფება თუ რაღაც საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი ბანკიერი მხარეები, ნუ იქ პირველივე სცენა, პირველივე ფაქტს, რასაც შეესწრება ეს ბილი არის, რაღაც რიტუალს ატარებენ, კოსტუმებში და აურა და გარემო არის ძალიან დამძაბველი, ძალიან ძალიან უცნაური და არავის არ ხედავს და ხო, იქ მერე წრე არის შეკრული ქალებისგან, იმ ქალების შუაში დგას წითელ მოსასხამიანი კაცი, რომელსაც უჭირავს ეს საკმეველი თუ რაღაცა, უჭირავს ის კვერთხი, ამ კვერთხს ძირს ურტყავს და მოკლედ რაღაც აშკარად არაქრისტიანული რიტუალი არის, ხა ფაქტი არის, ამას ყველა მიხვდებოდით და მე ეს ქალები შიშულდებიან და წვილდებიან, ასე ვთქვათ, მამაკაცებთან და მე იწყება ხო, მაგრამ ხო, მე იწყება და სხვადასხვა აქვე გამოჩნდება ის რა ქვია ნაითინგეილი, ხო? ხო, ნაითინგეილი ნიკი, რომელიც უკრავს მართლა თავდახუჭული უკრავს რაღაც ლათინურ მუსიკას, რაღაც ჰიპნოზურ უცნაურ. ხო, ისე სცენები არის ამ ფილმში, რომ მართლა მსახიობები თამაშობენ ამ როლებს, ანუ სპეციალურად მოითხოვეს რაღაც ანონიმურობა, იმიტომ რომ ისე საშინელ სცენები არის, რომ არავის არ სურდა ეხლა გამოჩიან ნამდვილად და ძალიან ესეთი რთული გადასახადი ფილმი იყო, იმიტომ რომ არასასიამოვნო ემოციებს ტოვდა, რა თქმა უნდა, ეხლა მსახიობებისთვის ხა როგორია ეგეთ რიტუალ, ეგეთ იმაში მიიღო მონაწილეობა. კი ფილმი არის, მაგრამ ისეთი რაღაცები ხდება, რომ ნამდვილად სასიამოვნო არის. ხო და როდესაც უკვე ბილსაც დააწყვილებენ, ასე ვთქვათ, ამ ვანდილოსთან უკვე სანამ უნდა შევიდნენ იმ ადგილზე, სადაც გამართული არის ეს ორგია, ასე რომ ვთქვათ, ეს ქალი გვერდით გაიყვანს და ჩუმად ეტყვის, რომ აქედან უნდა წახვიდეო, იმიტომ რომ შენ არ იციო სად მოხვდიო. ნუ ეს ბილი რა თქმა უნდა თავიდან დაბნეული არის, ვერაფერს ვერ ხდება და
ტიპურად ეხლა სვავს კითხვებს რაღაცა დებილობებს და მაგრამ ეს ქალი უხსნის მაინც და წაასწრებენ დაცვა წაასწრებს ამ ქალს რომ უხსნიდა რაღაცებს და ყოველ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა ეს და მე რა თქმა უნდა დააშორებენ ამ ქალს გაიყვანეს სადღაცას და გარკვეული დროის შემდეგ იმ საღამოსვე რა თქმა უნდა ბილს დაუძახებენ ზუსტად იმ დარბაზში სადაც მიმდინარეობდა რიტუალი და შეკრული არის ისევ წრე ხალხისგან და ყველა უყურებს ბილს და ამ წრის შუაში რაღაც ერთგვარ სავარძელში ზის ეს წითელმოსასხამიანი კაცი რომელიც მოუხმობს თავისთან ბილს და გაიხსნება იქ ხო ნუ შენი სახე გვანახეო და უკვე როდესაც უნდა უთხრას ამ კაცმა ბილს რომ აი შენ ხა ესე და მოგივა შენ ისე მოგივა ეს ქალი მეორე სართულიდან გადმოსწახებს რომ ნუ გავუშვითო ეგო ეგ არაფერ შუაში არ არისო მე დამსაჯეთო ბილის მაგივრადო რა და ნუ ეს ლიდერიც დათანხმდება და შენო ხა თავისუფალი ხარო მაგრამ თუ ვინმეს ეტყვიო კაციშვილს თუ ეტყვიო რაც ნახე ან რაც აქ მოხდაო ძალიან სავალალო შედეგები დასრულდებაო შენი მომავალიო შენი ცხოვრებაო და ნუ ესე დააშინეს და წამოვიდა მე ეს ბილი ნუ გარკვეული დროის მერე მაინც ასე ვთქვათ როგორ ვთქვა წამოსწდება სავით ხო ამ საიდუმლო ორგანიზაციაზე და მე თავიდან ერთ გაფრთხილებას კიდე მისცემდა მაგრამ მივა იქ თავიდან მივა კიდე მეორე გაფრთხილება არის ძალიან საინტერესო და როგორი არის ახლა ეს გაფრთხილება ერთ-ერთი საღამოს მე მივა სახლში ნუ ძალიან გვიანია უკვე ლამის თენდება და ნუ მეუღლეს ძინავს და მეუღლის გვერდით ბილის საწოლზე ბალიშზე დევს ეს ნიღაბი რიტუალის ნიღაბი. ნუ აქ არის რამდენიმე ვარიანტი ამ სცენის ასახსნელად. ერთი არის ის რომ ერთი არის ხო იმის მანიშნებელი რომ შეიძლება ეს მეუღლეც მონაწილეობს რიტუალში ელისი ხო მაგრამ ეს მაინც უფრო მეორე ხარისხოვანია მაგრამ მეორე განმარტებით შეიძლება იყოს ის რომ აი მაგალითად ამ საიდუმლო საზოგადოების წევრებმა იციან სადაც ცხოვრობს და აი ხო ხედავ ისე შემოვედით რომ შენი ცოლიც შენმა ცოლმაც ვერ გაიგო ვერაფერი ასე რომ ჩვენ ხელში ხართ ხო და ხო ნუ აი ჩუმად შემოვედითო და რამე გაკონტროლებთო რა შეიძლება ამის ისიც იყო ხო და მე შორის რამდენიმე დღის მერე გაირკვა რომ ერთ-ერთი ქალი რომელიც აღმოჩნდება ის ქალი რომელიც იმ რიტუალის სახლში შეეწირა ან თავი გაწერა მოკლედ ამ ქალმა ბილის მაგივრად ყოფილა ამანდა ქორიან მახსოვს ხო ამანდა გარდაიცვალა მოკლედ გარდაიცვალა ნუ რაღაც მე მგონი ოვერდოზით გარდაიცვალაო გაზეთში რაღაც ეცა ხო ნუ გაზეთში დაწერეს რომ ნარკოტიკული საშუალების ხო მაგრამ გასაგებია ხა ეს მოკლეს თუ მოკვდა ეს მოკლეს არა გააჩუმეს ხო გააჩუმეს თუ რაღაც უბედური შემთხვევა მაგრამ ნუ ეხა მივხვდებოდით ეხა ყველა მაინც რომ უბედური შემთხვევა არა ისე კიდე გააჩუმეს რა თქმა უნდა ისევე როგორც კუბრიკი ამ ფილმის გადაღებიდან 4 დღეში და როგორც კუბრიკი კი არა როგორც ბევრი სხვა ჩვენც არ გაგვაჩუმონ ეხა მას ხო და ეხა რატო ვახსენეთ ის რომ თვითონ ელისი ხო არ არის ამ საზოგადოების წევრი იმიტომ რომ ნახეთ ვიქტორ ზიგლერთან სტუმრად რომ მივა ეს ის რა ქვია ბილი ვიქტორ ზიგლერი თამაშობს ბილიარდს ბილიარდის მაგიდა არის წითელი ხო და თუ დააკვირდებით ეს ვიქტორ ზიგლერი ხშირად არის ამ მაგიდასთან ან თავზე დასტრიალებს და ეს სხვათა შორის ერთი თეორიის მიხედვით არის პასუხი იმისა რომ ვიქტორ ზიგლერი არის ის კაცი რომელსაც აცვია იმ რიტუალზე წითელი მოსასხამი ანუ ისაა ლიდერი ამ ყველაფრის იმიტომ რომ იქაც წითელი ხალიჩა სხვადასხვა ფერის ნიღაბი და შუაში ეს როგორც წითელი ბილიარდის წითელ მაგიდაზე ვიქტორ ზიგლერი ესე ზემოდან დგას და მართავს ამ ბურთებს
არ ვიცი ეს ალბათ რაღაც ხო, ალეგორია. შეიძლება არ ითქვას, რომ ეს Red Cloak, ანუ ეს წითელმოსამედი კაცი არის თვითონ ზიგლერი. არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. რომ ეს იყოს, იმიტომ რომ რაღაცები ემთხვევა, თუმცა ის სცენა თუ ახსოვთ, აი, როდესაც ბილი შევა, აი, ბილი მივა ამ წოულებაზე და ზევიდან ერთი ქალი და ერთი კაცი რომ ესალმება, შეიძლება იქ იყოს ზიგლერი, იმიტომ რომ სხვანაირად მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ზიგლერი იქ ნამყოფი არის. თან იმ დროს, როდესაც ბილის აღმოჩნდა, იმიტომ რომ ზიგლერი თავადვე ეტყვის, რომ მეც იქ ვიყავიო და შენ რა მიგიყვანაო იქ, არ იცოდიო რა ხდებოდაო? ანუ ამან რა იცისო ეხლა და ნახეთ ეხლა რას ეტყვის ეს ზიგლერი, მე რო გითხრაო შენ იმათი სახელებიო, შეიძლება ღამე ვერ დაიძინო. და ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ შეიძლება ბილის ცოლიც იქაა ნამყოფი. იმიტომ რომ ბილმა რო გაიგოს, რომ თავისი ცოლის სახელიც იმ სიაში არის, იმ რიტუალის წევრების სიაში, შეიძლება მართლა ვერ დაიძინოს და მაგითი ვხვდებით იმას, რომ ელისიც გარეული ხო არ არის აქ. ან იმიტომ ვერ დაეძინებს, რომ მოკლავენ, ან იმიტომ ვერ დაეძინებს, რომ ცოლზე გაიგებს სიმართლეს, მაგრამ ის ელისი თავის სტიქიაში არის, ის საერთოდ უცხო კაცთან სექსუალურ ფანტაზიებში არის გახვეული და იმას თავისი გაჭირვები ეკაცო. ეს გააკლია კიდე. ხო, ახლა მოდი შევხედოთ ფილმის ატმოსფეროს. მოკლედ, ძირითადად შობის პერიოდში მიმდინარეობს ფილმი და თითქოს ეს ფერები რაღაც ლურჯი, წითელი ნათურები თითქოს ანუ შობა საერთოდ ახლა ოჯახის სიწმინდის სიმბოლო არის რა, ხო. მაგრამ სიამბულეში უკან აი ამ ყველაფერს უკანა ფონზე არის საიდუმლოებები, სპეციალურად, ხო, სპეციალურად თქონდა. რომ ანუ კი, ყველაფერი იდეალური გარეგნობის არის, მაგრამ სიამბულეში ამ კულისებში, ანუ კულისებში უკან დგას გარყვნილება და ქაოსი, სოდომია და აი ყველანაირი სიბინძურე და საქმეც ესაა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ყველაფერი კარგად ჩანდეს, მაგრამ ყოველთვის მედალს ორი მხარე აქვს და უნდა შეხედო რა ხდება იმის უკან. ხო, ახლა წავიდეთ ცოტა ბოლოსკენ და გადავიდეთ ბოლოს სცენასკენ, როდესაც ჯერ მოდი დათვებზე ვისაუბროთ, რომელიც ნათევაშს ვახსენეთ სხვადასხვის და მანაც ავხსენ, მე ავხსენ დათვები რა შუაშია საერთოდ კუბრიკის ფილმებთან და მოკლედ ბოლოს სცენაში დაახლოებით, როდესაც მაღაზიაში არიან სათამაშოებს როგორც მახსოვს. შვილი მიყავთ, ან ბილს და ელის საკუთარ შვილი მიყავთ რაღაც საშობაო საჩუქრის საყიდლად და მოკლედ სცენაში ჩანს რომ ეს ბილი და ელის დგან ერთად და ლაპარაკობენ ჩუმად და გარშემო არის სულ დათვები. სათამაშო დათვები რა თქმა უნდა და ან ეს შეიძლება იმას ნიშნავს კიდევ ერთხელ ახსნე როგორც ნათებაში რომ დათვები კუბრიკის არის ერთგვარი დაცვის გალავანი ასე ვთქვათ, ანუ დათვები არის დამცავი ძალა, როგორც ნათებაში ვახსენეთ რომ აი დათვის პერსონაჟი მოკლედ ერთ-ერთ ელიტურ ადამიანს ხო უკეთებს, ხო. იგივე შეიძლება იყოს საკაც რომ დათვები არიან დამცავი ზღუდეები, ხო და სწორედ ამიტომ საუბრობენ ამ წრის შიგნით ეს თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ მოკლედ დათვები იცავენ რა და ეს არის ალბათ თავარი აზრი ესე ვთქვათ. ერთი თეორიის მიხედვით კიდევ დათვებს შორის არის მოქცეული ეს ცოლქმარი ამ მაღაზიაში და ეს დათვები შეიძლება განასახიერებდეს ერთგვარ მოსასმენ აპარატ, ანუ შეიძლება კი ეგ. ხო ამბობენ რომ კედლებსაც ყურები აქვთ და რაღაც, აი ამ ეგეთ ვარიანტში ვარიანტი. ხო, აი თუნდაც ხო. მონიტორები შეიძლება მაინც ისმენენ ამ ბილს და აკონტროლებენ და ასე ვთქვათ უთვალთვალებენ და ეს დათვები რაღაც იმას აღნიშნავენ რომ მაინც ახლა რეალურ იმას გავს რა, რეალურ არსებას და მე სხვა ძალიან მიგვირს, იცი რა მიგვირს რომ ეს ბილი ახლა არავინ არაფერს არ წარმოადგენს და რატო ინდობენ და რატო რისკავენ ასე თავის ცხოვრებას, აი ეს მიგვირს, როდესაც ესე სასტიკები არიან და ესე ერთხელის მოხდით შეუულია თუ ყველა გააქრონ საერთოდ და ამ ბილს ანუ ინდობენ რა, ანუ ძალიან გასაკვირია რომ ახლა თავს იგდებენ რისკში უშვებენ ამ ბილს, რაც ყველაფერი იცის და არ კლავენ. ცოტა უცნაურია მე მგონი, არ ვიცი ახლა ეს დაინდეს თუ ნაცნობობა. ხო, არ ვიცი ახლა ზიგლერის დამსხურება თუ დაინდეს თუ აქვს, მაგრამ ისეთ სასტიკები არიან ეს ადამიანები და ეს ორგანიზაცია ისეთ სასტიკი არის, რომ გამიკვირდა ცოტა არ იყოს და ახლა მეთქი
როგორ და ანუ რატო დაინდეს. ხო, კუბრიკს სხვათა შორის რა კითხვებიც დაუსვეს, არც ერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მიუწია ამ ფილმის ახსნასთან დაკავშირებით. ანუ ვერც მისცემდა, იმიტომ რომ 4 დღეში მოკლა კაცი. მოკლა კი არ მოკლეს, მაგრამ არ დააცალეს. ხო, არ დასწავლა ელემენტარული, მაგრამ რაც მოასწრეს ის კითხვები, იმ კითხვებზეც კატეგორიულად არა. თქვენით იფიქრეთო და თქვენით გაანალიზეთო ეს ფილმიო და თვითონ ახლა კადრის მიღმა რო ვისაუბროთ, აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ფილმი არის ვითომ ნიუ-იორკ სიტიში გადაღებული. ანუ სულ ნიუ-იორკის ქუჩები და ისინი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს გადაიღეს ლონდონში. ხო, ეხლა თუ იპოვე იმ ფოტოს ჩავსვამ აუცილებლად, აი ჩავსავთ აუცილებლად. ტომ კრუზი რომ მიდის, ოღონდ აი ფონზე აქვს ნიუ-იორკი, მაგრამ სინამდვილეში მიდის აი სარბენ ბილიგის რუან. სარბენ ბილიგზე მიდის. ხო, ვითომ ნიუ-იორკი არის. აი ხარ ვიცი ეს ნიუ-იორკი. ხო, საჭირო იყო, ანუ რა გამოიყო მაინც ნიუ-იორკი, მაგრამ ნუ ეხლა ეს მნიშვნელოვანი ზართ არ არის ჩემი აზრით. ხო, რაც შეეხება ფილმის გადაღების პროცესს, ეხლა იღებენ 400 დღე. ნუ 1 წელი და კიდე რამდენიმე დღე იღებდნენ და რა ვიცი, ძალიან ბევრია მე მგონი, ეხლა თან ეხლა ისეთი ფილმი არ არის ეს, რომ რაღაცა ბევრი მონტაჟი და რაღაცა მარველის ფილმი არ არის, ხო? ეხლა ბოლოს რაღაცა სუპერჰერო ძალები იყოს, მაგრამ ნუ ალბათ ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო მთელი ფილმის განმავლობაში, რომ ალბათ ძალიან რთული იყო მსახიობებთან კომუნიკაცია და ამდენ ადამიანთან საუბარი და მოკლედ მოლაპარაკება თუ როგორ უნდა ეთამაშოთ ეს თუ ის როლი მოკლედ რა. და როგორც დასწრში ვახსენე, კუბრიკი სპეციალურად თამაშობდა მსახიობების როლებზე, სპეციალურად რაღაცა ისე ელაპარაკებოდა, რომ ბუნებრივი ყოფილიყო რეაქციები. აი როგორც შოუშენკში იყო, რომ ენდის რომ მართლა ხანახა სციოდა ხანახა რომ ეშინია და ხა ნამდვილ ემოციებს გამოხატავს. ასეთი ემოციები იყო ზუსტად ხა აქაც ამ ფილმშიც, რომ ბუნებრივი ყოფილიყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხელოვნური შიში ეხა არაფერი არ არის. ხელოვნური შიში ეგრევე მიხვდება ადამიანები, რომ ეს თამაშობს და ეს არის და ყველაფერი იყო ბუნებრივი და ამიტომ გამოვიდა ფილმი ძალიან მაგარი ჩემი აზრით რა. ხო, სხვათა შორის აი ეს მუსიკა რომ ეხლა გემახსოვრებათ, აი რიტუალის დროს რა მუსიკაც მიმდინარეობს. ჟაკლინ კუკის რაღაც რუმინული ტექსტის რაღაც ლოცვის მაგვარი ისაა, რომელიც სპეციალურად დაწერა ამ ჟაკლინ კუკმა კუბრიკის ამ ფილმისთვის. და ნუ საკმაოდ ისეთი დასამახსოვრებელი და არასასიამოვნო მუსიკა არის ნამდვილად და ისმენ უნდა მეთქვა რომ აი ესეთი კითხვა დამისვან რომ ფილმი რომელიც ძალიან გიყვარს და არ უყურებდი მეორედ მე ვიტყოდი კუბრიკის ფილმებს, იმიტომ რომ კუბრიკის ფილმებს მეორედ ყურების სრული საერთოდ არ მაქვს. განაიმიტომ რომ ცუდია, იმიტომ რომ მიტოვებს არასასიამოვნო შეგრძნებას. ანუ მე ფილმს რო უყურებ პირადად ხა ჩემი აზრით ხომ გამოთქვათ რა ჩვენი აზრი, მე უყურებ გასართობად და რაღაცა სახალისოდ და კუბრიკის ფილმები სადაც სულ დაძაბული ვარ და არასწორი ფორმულირებაა, ლევან მე შეგედავები და აგიხსნი ახლა რატო შეგედავები. მაშინ უნდა დააკონკრეტო რომ მე კუბრიკის ფილმებს გასართობად აღარ ვუყურებ მეორედ, იმიტომ რომ კუბრიკის ფილმს ფიზიკურად ვერ გაიგებ ერთი ნახვით. ეხლა ეგ შენ ციცი და შენ არაერთხელ გითხოვს ჩემთან ეგ რომ კუბრიკის ფილმს ფიზიკურად ერთი ნახვით შენი ვერ გაიგებ. ასე რომ თუ გინდათ რა თქმა უნდა სრულყოფილად გაიგოთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ გარჩევებსაც უყუროთ, აი ზღვის ხელა ისინი არის, რა ქვია, გარჩევები და ხო პირველად მე მაგალითად კუბრიკის ფილმები მეორე ნახი არ მაქვს. ანუ არ მიყურებია, მაგრამ სამაგიეროდ გარჩევები მაქვს. იმდენი გარჩევა ნახი, აი მთელი. მაგრამ YouTube მაქვს მაგრამ ყველაზე მაგარი მომენტი ისაა, რომ მაგ გარჩევის მერე სხვა თვალით რო დაინახავ კუბრიკის ფილმს. ეგეც არის კი არა, ეგაა რაცა. ხო, მაგრამ ანუ უბრალოდ მართლა არასასიამოვნო შეგრძნებას კიდევაც კუბრიკის ფილმები ეს ფილმი ყოველ შემთხვევაში თორე ნათებაც არანაკლებია, მაგრამ მაშინ ეგრე ნებისმიერი საშინელებათა ჟანრის. ხო, რა თქმა უნდა, ზოგადად ახლა კუბრიკი ახან რეჟისორზე ლაპარაკობს, ზოგადად ვილაპარაკობთ. არა, თქვა ეგეც ნუ ვიტყვით, ბარი ლინდონი. აი სილამაზე. ეს ფილმი არის აი სილამაზე. აი მე რა თქმა უნდა, მაგალითად ეს აი ფარდახჭული თვალები 2001 და ნათება. კიდე რა ვნახე? მექანიკური პორტოხალი. აი ეს 4 ფილმი. ეს 4 ფილმი მაინც გამორჩეული არის და პლუს ბარი ლინდონი თავისთავად. ხო, ეს 4 ფილმი რას ვნახე? ულამაზესი ფილმი. ხო, ბარი ლინდონი ძალიან ლამაზი ფილმია, მაგრამ ეს 4 ფილმი არის ისეთი, რომ აი მინდოდა რომ აი გავომერთო უკვე ისე ვიყავ უკვე რა, აი მართლა. ნუ ეხლა ვერ გაერთო ხულში ვიყავ ჩავარდნილი უკვე. კუბრიკს რავი იქ Doctor Strangelove იქ Paths of Glory. ხო, ანუ სტარტაკი და ისინი აქვს გადაღებული. შეიძლება ეს ინდივიდუალია რომ კუბრიკის მხოლოდ დაძაბული ფილმები აქვს ნახი და არა რაც ლამაზი ფილმები, იმიტომ რომ მართლა
ყველა ფილმი რასაც უყურე კუბრიკის ყველა იყო აი ესეთი რაღაც დაცაგული და ჩვენ ვუყურებთ ასე ვთქვათ კუბრიკის ყველაზე კუბრიკისეული ფილმები არის ეს 4 ნათება მექანიკური პორტუხალი ფართოდ დახუჭული თვალები და 2001 კოსმიური ოდისეა თორე ბარი ლინდონი რო ნახოთ ესე საერთოდ ვერ მიხვდებით რომ კუბრიკისაა იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ჟანრი არის სხვა გადაღების სტილი არის და სხვა თემატიკა არის ასე ვთქვათ ანუ არა ეს დაძაბული სცენები და ეს ფსიქოლოგიური მომენტები ასე რომ ხო მე საერთოდ არ მიყვარს და სიამოვნებს დაძაბულ და დრამა და რაღაც ფილმებში იმიტომ რომ ანუ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები მე ხო მაგას თავისი ხიბლი აქვს ახლა ინდივიდუალურია მაინც ინდივიდუალური რა თქმა უნდა ხო და ეხლა ძალიან გადავარდი ჩვენ ის გამოგჩა სულ ბოლოს სცენა ფაკ ხო ნუ იქ სათამაშოების მაღაზიებში იქ სულ ბოლო სიტყვები არის ელისის ბოლო წინადადება რომ ჩვენ ერთი რაღაც გვაქვს რომელიც აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვაროთ და რა არისო ესა და ფაკ ანუ ხო სექსუალური ურთიერთობა რა და ნუ ეს ამის განმარტება არ ვიცი რა შეიძლება იყოს რომ უნდა დაბრუნდნენ ფანტაზიებიდან რეალურ ცხოვრებაში და გაუსწორონ თვალი ისევ რეალურ ცხოვრებას და მიუხედავად იმისა რომ ილუზიები და ეს ზურგს უკან ასე ვთქვათ გარყვნილება და ეს პროსტიტუცია მაინც არსებობს ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა დარჩნენ ისევ რეალურ სამყაროში მიყვნენ ნამდვილ ცხოვრებას და სწორედ ალბათ ესაა რა ხო ამასობაში კი გავოდით ამ ფანტაზიების ნაცვლად უნდა აირჩიონ ერთმანეთი და ისევ დაიბრუნონ ნამდვილი ცოლქრობა და გავედით ბოლოში და კიდევ არის დეტალები დარჩენილი მაგრამ ძირითადად ძირითადზე ვისაუბრეთ მაინც და თუ გაინტერესებს ხა უფრო მაგანხილვა ეხა შეიძლება ვიღაცას უცხოელს ჰქონდეს ინტერნეტში არის n რაოდენობის მასალა და ხო ასევე რა უნდა მეთქვა ეხა თავში უნდა მეთქვა ეს წესით დღეს უნდა ყოფილიყო Fight Club-ი მაგრამ ვერ მოასწარეთ ყურება Fight Club-ის მეორეს იმიტომ რომ არის ურთულესი ფილმი Fight Club-ი ანუ ბევრი განხილვა ჭირდება და ძალიან ესეთი ფსიქოლოგიური ამბავია და შემდეგ გვაქვს ადრე Fight Club-ი და იქიდან მოყოლებული თლად სრულყოფილად არ გვახსოვს და მაინც ხო აი შემდეგი ფილმი იქნება Fight Club-ის განხილვა და იმის შემდეგ ფილმს ესეთი რაღაცა მოვიფიქრი ახლა ჩვენ რომ დავიწყეთ პირველი ეპიზოდიდან რომ დავიწერთ ფილმები გვირჩია და განვიხილავთო და არც ერთი არ გამგვიხილავს მაინც ჩვენ ფილმებს რო ვაკეთებ ხო ესეთ პირობას ვაკეთებთ ახლა მე მგონი წამოყვები Fight Club-ის მერე დავიწერთ კომენტარებში რაღაც ფილმს ან პოსტს დავდებ და იქ დავიწერთ იმის ქვეშ და ან საერთოდ დღესვე დავიწერეთ კომენტარებში და რა მნიშვნელობა აქვს როდის დაწერენ ეს რაღაც კომენტარებიდან დავწერ ან YouTube-ზე ან Instagram-ზე stories-ზე დავდებ ბოლოს და ბოლოს რომ მოგწერეთ მოკლედ რა ფილმი გინდა და დავიწერთ რაღაც ფილმს და იმას ამოვარშავთ ეხა ერთ-ერთი რაც მოგვეწონება და თქვენაც მოგვეწონებათ იმიტომ რომ ეხა შეიძლება რამდენიმე ფილმი გამეორდეს კიდევაც კარი გამორიცხული და გვინდა ასევე მე უკვე ცისფერი მთები და ქართულ ფილმები იმიტომ რომ ძალიან ქართულ ფილმებზე ესე ოფიციალურად არ გადავალთ მაგრამ ჯერჯერობით არ გადავალთ ჩამატებები გვექნება რა თქმა უნდა ცისფერი მთები იქ იმიტომ რომ ძალიან მონანიება ქართული მაგრამ ჩვენ მაინც სულად არ გამიგოთ რა თქმა უნდა მთავარი აქცენტი არის კლასიკური ფილმები და ტრენდული ფილმები ასე ვთქვათ რა და ძირითადად ფილმები რომელიც არის განსახილველი და არა გასართობი უფრო რა ეხა მარტო ის რომ კომედიას უყურო და გამეცინა ეხლა განსხვავებული რა არის არაფერი არის განსხვავებული ხო ეხლა მაგალითად ეხლა მაგალითისთვის რომ მოვიყვანო რა უნდა განვიხილოთ ისეთ ფილმებში აი დეტალები აი რას უნდა დავაკვირდეთ მაგალითად ევროპული ცისფერი კრუიზი ევროპული და რაღაცა ცისფერი კრუიზი და ისინი ეხლა დაბოლილები და შტანგაგული ეხლა იქ რა არის არაფერი არ განსახილველი უნდა იცი უნდა გაერთო რა საერთოდ ეხავს ეხლა ეგეთი ფილმების განხილვა მაგრამ ჩვენი აქცენტი არის სწორედ ეს კლასიკური ფილმები ან კლასიკური არა და შეიძლება თანამედროვე ფილმებიც იმიტომ რომ თანამედროვე ფილმებშიც აი შათერ აილენდი მაგალითად ურთულესი გასაგები და აი ბომბა მართლა რა ფილმი კი კიდე ძალიან ბევრი ნოლანის ბევრი არის რა თქმა უნდა ნოლანის ინტერსტელარი იქ თუნდაც Fight Club-ი აგერ პრინციპი კლასიკურ ფილმებში არის სპექტრი და პრესტიჟი ხო ფილმი არის კიდე განსახილველი ხო ასე რომ მარადია არ მოგვეწონება მოკლედ სულ ეს იყო ალბათ და იმედია მოგეწონებათ იმედია ჩვენი ვიდეო შედარებით მოკლე ხო თქვენ თხოვნით ისე მოკლე ვიდეო იმიტომ რომ ჩვენიც თქვენი თხოვნითაც და ისედაც ერთი საათი კი ხა ნათებას კი სჭირდება მაგრამ პირველი პოდკასტისთვის მაინც ცოტა
ბევრი იყო 1 საათი, ასე რომ ხო, მოკლედ აწი იქნება სადღაც ამ დროის, ეხლა წავით ზუსტად. რამდენი ხანი იყო? 40 წუთი, ხო. 35 წუთი. მოკლედ, რავი, თუ მოგეწონათ, იცით უნდა გავაკეთოთ ლაიქები, ამოწერები, გაზიარებები და რავი, სოციალური ქსელების ლინკები კიდევ ერთხელ მომერბალი აღწერაში, ასევე ქისაჩიზე თუ რაღაც გაქვთ სრული რაღაცა თქვენი არის დაგვიწეროთ კი ბატონო, ჩვენ უარზე არ ვდგავართ, თქო უნდა არასდროს და მოკლედ სულს იყო დღეისთვის. გნახავთ შემდეგ კვირას უკვე ახალი ფილმით Fight Club-ით. დიდი მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.